გრიფით საჯარო ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჩაერთე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწოდე იდეები და თემები გრიფით საჯარო ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე ასოცირებული პროფესორი ვასილ ეთერში გადაცემა გრიფით საჯარო მეტარიელ დათიაშვილი ვარ ამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი და ჩვენ ვისაუბრებთ ზოგად პოლიტიკაზე, საერთაშორისო პოლიტიკაზე, დიპლომატიაზე, ასე თუ შეიძლება ითქვას. და ჩვენ დევანდელი სტუმარია ბატონი ბაჩუკი ფერაძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ასე ვთქვა ჩვენს კალათში, ტრადიციული პიროვნება, ასოცირებული პროფესორი ჩვენი უნივერსიტეტის. ბატონი ბაჩუკი, მოგესალმებით, ჯერ მიესალმეთ ჩვენს სმენელს და ბარემ კითხვასაც გამოგაყოლებთ. რა ხდება ჩვენს თავს? რა ხდება დღევანდელ სოფლიოში? სოფლიოში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ძალთა გადათამაშების პროცესები. ფაქტია, რომ სოფლიოს მთელი გლობალური საერთაშორისო ურთიერთობები ფაქტობრივად გადაერთო იმ მომენტებში, რომელსაც ქვია ტერორისტული საფრთხის გაძლიერება, რომელსაც ქვია ადგილობრივი და რეგიონალური კონფლიქტები და ფაქტობრივად მთელი საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ძალისხმევა მიმართული არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულად დაარეგულიროს ის საკითხები, რასაც რეგიონალური კონფლიქტები ქვია, რასაც გლობალური ტერორიზმი ქვია და ასე შემდეგ. და აი ამ ტერორიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოვლენა იყო ის, რაც რამდენიმე დღის უკან ალჟირში მოხდა, როდესაც ტერორისტებმა ალ-ყაიდას ერთ-ერთმა დაჯგუფებამ ხელში ჩაიგდო გადასამუშავებელი საწარმო, სადაც უამრავი უცხოელი და ადგილობრივი მუშა იყო დასაქმებული, ძევლებად აიყვანეს დაახლოებით ასეულობით ადამიანი, მათ შორის უამრავი უცხოელი და ამის შემდეგ ალჟირის სამთავრობო ჯარებმა განახორციელეს შეტევა, შედეგადაც მსხვერპლი ძევლებში და ძალიან დიდი იყო, დაიღუპა რამდენიმე ათეული უცხოელი მუშა მოსამსახური ამ გადასამუშავებელი წარმოებისა ამერიკელები, ფრანგები, ინგლისელები ძალიან დიდი ტრაგედია და ძალიან დიდი გავლენა და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა ამან სოფლიოში და ამან კიდევ ერთხელ დაანახა თელ სოფლიოს თუ რაოდენ დიდ საფრთხეს უქმნის დღევანდელ საერთაშორისო ურთიერთობებს და საერთოდ საერთაშორისო სტაბილურობას სოფლიოში ის საფრთხე რომელსაც ტერორიზმი ქვია და ტერორიზმის თამდევი პროცესი. გასაგებია, მაგრამ საქმე რაშია ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკა მაინც უფრო გვაინტერესებს ქართულ რეალობასთან მიმართებაში, ასე რომ ვთქვა. რა თქმა უნდა. ესე იგი, რამდენად ადეკვატორი ვარ ჩვენ დღეს მაგალითად სოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ, რამდენად გვესმის ეს პროცესები, რამდენად შეგვიძლია ახსნათ ზუსტად და რამდენად შეგვიძლია დავალაგოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები შესაბამისად. აი, კითხვა კარგად რომ ჩამოვაყალიბო, გეტყვი პირადად, რომ საერთოდ მოდი აქედან დავიწყოთ. საქართველოს ქონია გათვლილი, სწორად გააზრებული საგარეო პოლიტიკა. აი, ზუსტად ინტერესებიდან გამომდინარე, მე არ ვამბობ დამოკიდებულება თვითონ სოფლიო პროცესებზე, არამედ აქედან ჩვენი ინტერესები. გასაგები არის, მე ამ კითხვას ცოტა სხვანაირად დავიწყებ, არის ასეთი ძალიან უპროფესორი, ძალიან დიდი ამერიკელი საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ჰანს მორგენტაუ, რომელმაც ჯერ კიდევ 1958 წელს, როდესაც მან მის ცნობილ ნაშრომში ომი და მშვიდობა, ომი როგორც იარაღი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტისა წამოაყენა პოლიტიკური რეალიზმის რამდენიმე პრინციპი, რომელიც შედგებოდა 6 პრინციპისაგან. ჩვენ პოლიტიკური რეალიზმი რო ვახსოვთ რა არის, ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობს 3 ძირითადი პარადიგმა, ანუ 3 ძირითადი თეორია. ეს არის პოლიტიკური რეალიზმი, ეს არის ლიბერალიზმი და ეს არის ნეომარქსიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში. საერთოდ აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური, აი მე გამომდინარე იქიდან, რასაც თქვენ ეროვნული ინტერესები ბჭანეთ, ამას მინდა ესო დაუკავშირო ეს კითხვები საერთოდ თელ სოფლიოში და ფაქტობრივად რაც კი კაცობრიობა არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში ძირითადად დომინირებს პოლიტიკური რეალიზმი. პოლიტიკური რეალიზმი სხვადასხვა თქვათ მიმდინარეობებს ეფუძნება, სხვადასხვა პრინციპებს ეფუძნება, მაგრამ ჰანს მორგენტაუმ 1958 წელს მის ცნობილ ნაშრომში მოგცა 6 ძირითადი პრინციპი აი ამ პოლიტიკური რეალიზმისა და ერთ-ერთი პირველი პრინციპი ეს არის ეროვნული ინტერესი, ანუ ყველა სახელმწიფოს გააჩნია ეროვნული ინტერესი. ეს არის ეროვნული ინტერესი, ეს არის
პიროვნების როლი საერთაშორისო ურთიერთობებში, ეს არის დიდი და პატარა სახელმწიფოს ადგილი საერთაშორისო ურთიერთობებში და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადი აი ამ 6 პრინციპიდან არის ეროვნული ინტერესი. ყველა სახელმწიფო, საერთოდ ჩვენ ერთი რაღაცა უნდა ვთქვათ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები განასხვავებს დიდი და პატარა სახელმწიფოს ცნებას, განსხვავებით საერთაშორისო სამართლისა, სადაც რომელიც არ განასხვავებს დიდი და პატარა სახელმწიფოს ცნებას. საერთაშორისო სამართლისათვის, როგორც ნებისმიერი სამართლისათვის ეს იქნება ფიზიკური თუ იურიდიული თუ სახელმწიფოებრივი სუბიექტი, სამართლისათვის ყველა სახელმწიფო თანაბარი არის სამართლის წინაშე, მაგრამ უკვე საერთაშორისო ურთიერთობები აი ამ ცნებას განასხვავებს დიდი და პატარა სახელმწიფოების მცნებას. მიუხედავად იმისა, დიდია სახელმწიფო, პატარა არის სახელმწიფო, ყველა სახელმწიფო აქვს თუ არა ატომური ბირთვული, თერმობირთვული თუ წყალბადის ბომბი არა აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. არის ის ნატოს წევრი, არ არის ნატოს წევრი თუ სხვა რომელიმე სამხედრო პოლიტიკური კავშირის წევრი, ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესი. ამ ეროვნული ინტერესის შესაბამისად მან უნდა ვაწარმოოს ის პოლიტიკა, რომელსაც ეწოდება საგარეო პოლიტიკა. ეს ეროვნული დაუბრუნდეთ, რომ არ გადავსდეთ თემას. აი მივდივარ ზოგადად, აქ და ყველა სახელმწიფოს. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენ საბჭოზე საქართველოს არის პატარა სახელმწიფო. ეს არის რეგიონალური ტიპის სახელმწიფო, რომელიც ვერ ითამაშებს ორასოდეს, არის ასეთი ძალიან ცნობილი ამერიკელი კაცი, ბრჟეზინსკი, რომელსაც აქვს შესანიშნავი წიგნი დაწერილი. დიდი საჭადრაკო დაფა ქვია ამ წიგნს და ამ საჭადრაკო დაფაზე ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ადგილი. ზოგი არის პაიზი ევრაზიული პოლიტიკის. არა მარტო არა, ეს არის საერთოდ მთელი გლობალური სივრცე. ხო, საქართველოს რეგიონალური, მაინც კავკასია ევრაზიულ სივრცეში უფრო რეგიონალური. ყველას აქვს აი ამ წიგნში მოდით ყველა. ხო, ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესი და ეს ეროვნული ინტერესი, რა თქმა უნდა, ეფუძნება პირველ რიგში იმას, რომ საქართველოს უნდა შეინარჩუნოს თავისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მთელი საგარეო პოლიტიკა აი ამ კვინტესენცია ამოსავალი საქართველოს, რომელიც მოქცეული არის ორ დიდ სახელმწიფოს შორის, ანუ რუსეთსა და მეორე თურქეთი თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის დატოს წევრი სახელმწიფო, საქართველოს მთავარი ეროვნული ინტერესი ამოსავალი საგარეო პოლიტიკისა არის ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ვაწარმოოთ ისეთი პოლიტიკური თამაში და ვაწარმოოთ ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს ეს დამოუკიდებლობა. აქ რა თქმა უნდა, ესე იგი, კარგი, მოდი ახლა ცოტა დავალაგოთ ეს სერიოზული საკითხია და მე მგონი ცოტა სისტემატიზება ჭირდება. ესე იგი, საქართველოს ჩვენ ხედავთ, რომ ახალი საქართველოს ეს 20 წელიწადია, რაც არსებობს, მის მერე იდეოლოგიზირებული მუხტი ვერ მოვიცილეთ. იდეოლოგიზირებული მუხტი რას ნიშნავს, რომ რომელი ხელისუფლებაც მოვიდა თავისი ეროვნული ინტერესი მოიტანა, ესე იგი თავისი ეროვნული ინტერესი და ეს არის ცალსახა ეროვნული ინტერესი, რომელიც ჩემი აზრით, რომელი ხელისუფლებაც კი აქამდე საქართველოში იყო, ყველა ეს ხელისუფლება და ჩემთვის ძალიან ცუდი იყო, რომ კონცეფცია საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, წყობრი კონცეფცია, არც ერთ ხელისუფლებას არ ქონდა შემუშავებული. და ეს არის აბსოლუტურად სპონტანური, აი მინდა ახლა მიმართულება მივცე ჩვენ საუბარს და მაშინ ჩავჯდეთ, ასე იგი ლოკაციურ სხივში, ასე რომ ვთქვა და გავყვეთ ამ სხივს. ესე იგი, რომელი ხელისუფლებაც მოვიდა, თავისი ეროვნული ინტერესი მოიტანა. ერს არ აქვს განსაზღვრული დადებული შეფასებები, აი ზოგადად ვიტყვი რას. მაგალითად მე ვიცი რომ ჩემი აზრია არ არის ასეთი რეალობა, ასე რომ ვთქვათ, ცოტა გავთავხედები, რომ არ არსებობს მაგალითად რუსეთ-ქართული ურთიერთობა კონკრეტულად. არ არსებობს ამერიკა-ქართული ურთიერთობა ცნებაში, ამერიკისთვის ასეთი ცნება არ არსებობს. დიდი სახელმწიფოების ხო, ჩვენთან ურთიერთობა ეს არის იმ გლობალური ინტერესების ეს დიდი სახელმწიფოს სხვა რაღაცას ვამნახეთ, იმ გლობალური რეგიონალური პოლიტიკის რაღაც გარკვეული ნაწილი შეიძლება იყოს. ჭანჭიკი ვართ პატარა შემადგენელი. მომენტში რაღაც გარკვეულ მიზანს ემსახურება. ასეც არის რუსეთთან მიმართებაში. ისტორიულად ასე იყო, რომ კონკრეტულად რუსეთ-ქართული დამოუკიდებელი ურთიერთობა არასოდეს არ არსებობდა. ეს იყო ჩამჯდარი მის მიზნებში, მის ამოცანებში, იმპერიულ ამოცანებში. მოდი ჩვენ ასე ვთქვათ. თანასწორი რუსულ-ქართული ან თანასწორი ამერიკულ-ქართული ურთიერთობები არ არსებობს. ესე იგი, მე ისე თქვა მინდა, იცი? ამის და აბსოლუტურად დათვლა შეიძლება, რა თქმა უნდა.
ესე იგი მე იმქედან ამოდივარ რომ რეერს არა აქვს ჩვენს ისეთი ეროვნული ინტერესები, გარკვეული მიზანი, მიზანსწრაფულობა, რაც ჩვენ აგვაცილებს თავიდან ამ მართალი რო ვთქვათ მიზანთროპულ რაღაცეებს და პიროვნულ ამბიციებზე დამყარებულ შეხედულებებს და ერი მიდის იქეთ, საითაც ვიღაც მიდის. საერთოდ საგარეო და რასვამ ვიცი, აი ამის დათვლა შეიძლება. რა ინტერესი, რა ურთიერთობის ჩარჩოში შეიძლება ჩაჯდეს მაგალითად საქართველოს, ამერიკისა და საქართველოს რუსეთის ურთიერთობები. აი ეს მინდა რა დღეს. მოდი ცოტა ჩვენ სხვანაირად ეს ცოტა რთული, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა. საერთოდ არ შეიძლება საგარეო პოლიტიკის წარმოება ერთპიროვნულად და არ შეიძლება იმის და მიხედვით ჩვენ ვინ მოგწონს და ვინ არ მოგწონს. საგარეო პოლიტიკა სულ სხვა მომენტი არის. არ შეიძლება და იმ პოლიტიკის ტარება ცალმხრივი გაუაზრებლად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად იგნორირებას ვუკეთებდით იმ დიდ მეზობელს და ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ეს დიდი მეზობელი ვყავს და როდესაც ჩვენ მივდიოდით პირდაპირ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. რა თქმა უნდა, საქართველოს სწრაფვა უნდა იყოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ ჩვენ ბოლომდე გავავწოვოთ სიტუაცია იმ დიდ მეზობელთა რომელსაც რუსეთი ქვია. რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორის გავთვალისწინებამ რუსეთი აი აქ არის დილემა ზუსტად. არა, მე ცოტა ვფიქრობ, რომ გადაუჭრელი დილემაა. ეს არ იჭრება ეს დილემა. ეს არ არის, მაგრამ შეიძლება ჩვენ ისე დალაგდეს ეს ურთიერთობები, ისე დალაგდეს, რომ ვთქვათ, ერთმა მეორეს ხელი არ შეუშველოს. ანუ მე რას გულისხმობ, ბატონო ტარიელ? მე გულისხმობ იმას, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში 2003 წლიდან განსაკუთრებით კაცრად შეიმჩნეოდა ეს პოლიტიკური კარსი, ჩვენ აბსოლუტურად უგულებელყოფას ვუკეთებდით აი ამ ფაქტორს. ასეთი ხელაღებით უგულებელყოფა, ისეთი დიდი ფაქტორებისა, როგორც არის რუსეთი, თუ გინდა ის სივრცე, რომელსაც ჩვენ ვესაზღვრებით, ხომ? ასე უგულებელყოფა ნამდვილად არ შეიძლებოდა, მაგრამ ამავე დროს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნუ ერთადერთი ეროვნული ინტერესები გვაქვს დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ამიტომ ეს ორი ძირითადი ინტერესია. მოდი ჩვენ ჩვენ რა თქმა უნდა, ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აბრუნებს ჩვენ ეროვნულ ინტერესს, მაგრამ ამავე დროს 2008 წლის აგვისტოს ომაც დაამტკიცა ის, რომ ჩვენი პირდაპირი ვექტორი დასავლეთისაკენ ხომ ჩვენ თავიდან ვერ აგვაცილა ის რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ხო, მაგრამ ეს დასავლური ვექტორის თან ერთად ხო არ იყო უფრო პიროვნული მომენტიც იქ. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ეს ვექტორი შეგენარჩუნებია ისე რომ არ მოხდარიყო 2008 წელი. როგორ ფიქრობ? შეიძლებოდა თუ იქნებოდა დაბალანსირებული საგარეო პოლიტიკა, თუ არ იქნებოდა შეიძლება თამაში ხელოვნებაა რა. რა თქმა უნდა. და ეს 1960 წელს არტურ ბატლერმა ძალიან ცნობილმა ინგლისელმა წიგნიც კი დაწერა, პოლიტიკა ეს არის კომპრომისების ხელოვნება და ცალმხრივად, აქ რა თქმა უნდა, თქვენ სწორი ვცადეთ, რომ პიროვნულ მომენტებსაც ჰქონდა გარკვეული დატვირთვა აი ამ კონფლიქტში, რომელიც რუსულ-ქართული კონფლიქტი ეწოდებოდა. რა თქმა უნდა, აქ ესიც იყო და აქ გაუაზრებელი საგარეო პოლიტიკა. ჩვენი საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად მიმართული იყო პირველ რიგში და ძალიან დიდი მარცვალი იყო თუ აბსოლუტურად რა, აი პიარის ელემენტებისა, რა ძალიან ცუდი არის საგარეო პოლიტიკაში. და მიმართული იყო იმისკენ, რომ ლანცვა გინება ერთი მხარეს და მეორე მხარეს აბსოლუტურად გაფეთიშება და ხო, ესე იგი ეს პლატონური დამოკიდებულება, მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს არის გახლეჩილობა, ესე იგი, როდესაც არჩევანის წინაშე დგახარ, ერთთან აბსოლუტურად ღმერთისა და ესმაგის შორის ერთთან აბსოლუტურად და ფაქტობრივად წმინდა მორალისტური იდეოლოგიზირებული არჩევანი და პოლიტიკა 2008 წლის აგვისტოსვერია ჩვენ შევხვდეთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად ხარს უჭერდა ყველა იმ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც კი თქვა დასავლეთ ევროპა და ამერიკა იღებდა. ეს იქნებოდა ერაყში შეჭრა, ეს იქნებოდა ავღანეთში ჯარების გაგზავნა, ეს იქნებოდა სერბეთში ნატოს ეგრით მოქმედი ჯარებში ჩვენი სამშვიდობო კონტინენტის და ერაყში სამშვიდობო კონტინენტის გაგზავნა. ეს ყველაფერი კი კარგია. აშ გვიკრავდნენ ჩვენიერია ხომ ხარ ჩვენთან, მაგრამ აი უკვე როდესაც ჩვენ რეალური მხარდაჭერა და მე მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ არც საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არავის არ ეპარებოდა ეჭვი იმისა, რომ ვთქვათ 2008 წლის აგვისტოში ან ნებისმიერ დროს ეს აგვისტოში იქნებოდა თუ სექტემბერში არა აქვს გამწყვეტი ნიშნულობა, რომ ახლა დასავლეთ ევროპა შეიძლება შეშფოთებული იყო, შეიძლება აღშფოთებული იყო, შეიძლება კაცრი პროტესტებიც გამოეთქვა, მაგრამ იმ ურთიერთობებს ნამდვილად არ დააგრევდნენ
რუსეთთან, რომელსაც უკვე ამდენი წელია აშენებენ. მე ისევ მეორებ, რუსეთის ფაქტორის უარყოფა, აბსოლუტური იგნორირება საერთაშორისო ურთიერთობებში იმის ხარჯზე, რომ ჩვენ აგერ დასავლეთ ჯერ კიდევ 1937 წელს უინსტონ ჩერჩილი ძალიან ცნობილი ინგლისელი კაცი წერდა ამის თაობაზე, როდესაც დასავლეთმა აბსოლუტურად იგნორირება გაუკეთა საბჭოთა კავშირს და პოლონეთი შეატოვა ერთ-ერთზე გერმანიას და ფაქტობრივად მთელი ევროპა შეატოვა ერთ-ერთზე, ხომ ჩერჩილი წერდა ჩვენ რატო ვაკეთებთ ამ დიდი ფაქტორის უგულებელყოფას, რასაც საბჭოთა კავშირი შეატოვა პირიქით, ხო, გაწეთ, ასე რომ ასეთი ვთქვათ და ყველაზე ცუდი ის იყო ჩვენი და ალბათ ამ მთავრობისაც ის იქნება თუ ეს არ გააკეთა, რომ უნდა შემუშავდეს კონცეფცია საგარეო პოლიტიკური კონცეფცია. ანუ რა გვინდა ჩვენ? აი როგორ გვინდა რომ გავაკეთოთ რაღაც. შეიძლება ხა ჩვენ ვამბობდეთ რომ ისევ და ვაგრძელებთ საუბარს რომ გვინდა ევროატლანტიკური სივრცე, გასაგები არის, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ევროატლანტიკური სივრცე, მაშინ უნდა გვიცხან ისიც, თუ როგორ უნდა ავაჩინოთ ურთიერთობა ამ ეზობელთან. თუ გვინდა რუსეთთან ურთიერთობა, მაშინ ეს უნდა ეს დილემატური საკითხია. მე უნდა გვითხრან როგორ უნდა აშენონ ჩრდილოატლანტიკურ ხო კვანძი რაშია ეს თვითონ საკითხი თვითონ არის აბსოლუტურად გადაუწყვეტელი საკითხი. არა და ჩვენმა ერმა უნდა გააკეთოს არჩევანი. ეს ის საკითხია, ისიც და ისიც არ გამოვა. აქ ორ სხამზე შრომა არის ცოტა რთული მომენტი. არა, ურთულესი მომენტი. არ გამოვა, მაგრამ თამაში რა თქმა უნდა შეიძლება. თამაში შეიძლება რა თქმა უნდა. ჭკვიანური, ბრძნული, დაფიქრებული, აი მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ეგონოს ახლა ვინმეს რომ ამას იმიტომ ვამბობ თითქოს ხელისუფლება შეიცვალა და ვიღაც ახალი მოვიდა და უკვე ვაძლევ თავისუფლებას. ნებისმიერ რამ თქვა წარსულ ხელისუფლებაზე და ასე შემდეგ. ამას სულ ვამბობდი, კი იცით და სულ ვიტყვი, გამიმეორებ მუდამ რომ მაინც ცოტა უფრო ბრძნული სიბრძნე ჭირდება სახელმწიფო მოხელეს. ასე შენ ყველაფერი პიარის დონეზე მე დარწმუნებული ვარ რომ შეიძლებოდა 2008 წელი არ მომხდარიყო და შენარჩუნებულიყო ზუსტად ის პოლიტიკა რა პოლიტიკასაც ატარებდა მიხეილ სააკაშვილის ესე იგი მკაცრად გამოკვეთილად დასავლური პოლიტიკა ესე იგი აი ზუსტად ჩართვა საერთაშორისო პროგრამებში თუნდაც ერაყის მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო ძალიან ნაბიჯ თანდათანობით აი რუსეთთან მიმართებაში რა თქმა უნდა რუსეთს ჰქონდა მიზანი ახლა ამბობენ რომ ჩვენი საუბარი ესე იგი მე არ გამიკვირდება ჩვენი საუბარი ჩვენი გადაცემა არ არის ინტერვიუ და შენ არ ხარ მაგალითად ახლა მოწო ჩვენ საუბარი ბატონო დარიელ მე სულ ფორმატი ასეთია კი მე სულ მიკვირდა იმ ადამიანების რომლებიც ამბობდნენ რომ აი როგორ გააკეთეს და ეს როგორ მოხდა 2008 წელს როგორ რუსეთს და მე სულ კითხულობდი და სულ პასუხსავდი რა გაგიკვირდათ რო გააკეთა მე ეს გამიკვირდებოდა რო არ გააკეთე ბატონო ესე იგი მაგრამ რუსეთს თავისი ეროვნული ინტერესი აქვს და რა თქმა უნდა იმას დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებს კბილები რუსეთი ოცნებობდა რა თქმა უნდა საქართველოს შემოსვლაზე მე 2008 წელი ვარ ყოფილიყო რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან წინ ვიქნებოდით კიდე თუნდაც იგივე ნატოსთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ თუმცა მაგია ერთმანეთს ჯერ კიდე საგამართლო საკითხია მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ამას საბაბი არ უნდა მიცე რა ჩვენ მივეცით მაინც აი მე ვაღიარებ სულ ვამბობდი ამას რომ ჩვენ რუსეთს მივეცით საბაბი გაიგეთებია ის საქართველოში რაც გააკეთა მოდი ცოტა ახლა ჩვენ ეს მოდი ეს საკითხი ეს ძალიან მტკივნეული საკითხი ორი სიტყვით მოუხაზოთ და მე სხვა ხო რა თქმა უნდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დასავლეთის ურთიერთობები ეს რა თქმა უნდა ძალიან ფუძემდებლური საკითხებია საქართველოს საგარეო პოლიტიკისა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და აქ უნდა გამოიხატოს სახელმწიფო სიბრძნე თავრობის სიბრძნე თუ როგორ მოაგვერებს ამ საკითხებს რა თქმა უნდა მე დაუბრუნდები იმას მე მახსოვს 1999 წელს თუ 2000 წელი იყო როდესაც პუტინი გამოვიდა პუტინი გამოვიდა დუმის წინაშე ორივე სათათბიროს ორივე წარმომადგენლობა დუმისა და სენატის წინაშე და განაცხადა რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია. კარგი, ტრაგედია არა, ტარიელი, ტრაგედია სულ სხვა.
ეს იყო ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა, ტრაგედია სხვა და გეოპოლიტიკური შეცდომა. ესე იგი ამ ფრაზით რეკლამაზე გავალთახა და მე გავაგზავნე. ტრაგედია. ქუთაისის სამკერვალო კომპანია იმერი სამუშაოდ იწვევს როგორც პროფესიონალ, ასევე კერვის შესწავლის მსურველებს დასაქმების პერსპექტივით. პირობების გასაგებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 22 54 99 22 07 08. მისამართი ლადო ასათიანის 119. საჩუქარი ყველას აქცია გრძელდება. შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში 2 ლიტრიანი ლუდი ჰერცოგი, გერმანული, საიუბილეო 15 ან არგო ექსპორტი და მიიღეთ საჩუქრად 1 ნახევარ litrიანი საიუბილეო 15. მოითხოვე შენი კუთვნილი საჩუქარი ნებისმიერ მაღაზიაში. საჩუქარი ყველას კასტელ საქართველოსგან. კასტელ საქართველო, ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი. სარეკლამო სტუდია ფრეიმი გთავაზობთ ყველა სახის სარეკლამო მომსახურებას. განათებითი რეკლამები, დიოდის, ნეონის, გარე განათების სარეკლამო აბრები, სუბუქი გადახურვები, სარეკლამო ფირნიშები და აბრები, ბანერების და სტიკერების ბეჭდვა, მისაწებებელი რეკლამა არაკალის წებადი ფირმით. მისამართი: თამარ მეფის 11, გოგებაშვილის და თამარ მეფის ქუჩის კვეთასთან. ტელეფონი 0790 60 30 70. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი გთავაზობთ საცხოვრებელ ფართებს განახლებულ აღმაშენებლის გამზრდზე. პალმების ხეივანში, კვადრატულ მეტრს $350-დან, ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს. შეიძინებინა დღეს და ისარგებლე უპროცენტო განვადებით 5 წლის მანძილზე. დაგვიკავშირდით 0431 26 32 32. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი. ხელოვნება როგორც ჟანგბადით გამფიტრებული სისხლი, ყოველ შაბათს არტერიაში გაივლის. არტს, როგორც შეტყობინებას, გამტარი სჭირდება. არტერია, გადაცემა ხელოვნების ყველა სფეროზე. ყოველ შაბათს, დილის 10-დან. არტერია, ძველი ქალაქის ეთერში. დღის ეთერის სპონსორია სავაჭრო ცენტრი 4-იანი. სურთ შეიძინოთ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ან კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინის ინტერიერი. გთავაზობთ კარბოლუქს, სამშენებლო და დეკორატიულ აგურსა და ბლოკს, სადარბაზოსა და შიდა კარებებს, შეკიდულ ჭერს, პარკეტს, შპალერს. 4-იანში ინტერიერისთვის შეიძენთ მისაღების, საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯს, საოფისე სავარძლებსა და მაგიდებს, სანათ მოწყობილობებს. სავაჭრო ცენტრი 4-იანი, ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა ნომერი 13. Come triste Venezia, I'm Frühlingsabend in Paris. Barcelona, such a beautiful ride. New York, New York. ყველა ქალაქი ერთ ქალაქში. ძველი ქალაქი 107.9 FM. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. შეგახსენეთ, ეს არის გადაცემა გრიფით საჯარო, მე ტარიელ დათიაშვილი ვარ, ჩემი სტუმარია ბატონი ბაჩუკი ფერაძე. ბაჩუკი, ესე იგი, ჩვენ გავჩერდით პუტინის გამონათქვამზე საბჭოთა კავშირის დაშლა ეს იყო ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა და მანამდე ლაპარაკობდით იმაზე, რომ რუსეთი თავიდანვე აპირებდა შემოსვლას, რა თქმა უნდა, და ოცნებობდა საქართველოში, იმიტომ რომ გზა გადაეკეთა ურთიერთობას. ეს არის ერთი მხარე, ტარიელ რომ ეს უნდა, მაგრამ ამავე დროს მოდი ცოტა ჩვენ სხვანაირადაც შევხედოთ ამას. არა მარტო შედაკვეთა, რუსეთს ჭირდებოდა ერთი პატარა ძლევამოსილი პატარა ომი, გამარჯვებული ომი, იმიტომ რომ რუსეთის ბოლო ომი, რომელიც მან აწარმოეს, იყო ავღანეთში და ის დამარცხებული გამოვიდა ავღანეთიდან, ხო? ჩეჩნეთშიდაც დიდი და ეს ჩეჩნეთშიც დიდი, ვთქვათ, დაფლის გუნები რუსული არახს არ მოუპოვებია, ასე რომ ვთქვათ. ჭირდებოდათ ერთი პატარა ძლევამოსილი ომი. არც საქართველოში გაუხარიათ, მაინდა-მაინც. კი, მაგრამ სახით მისმა იარა პირიქით ზუსტად საქართველოში გამოჩნდა რუსული არმიის უმწეობა და სისუსტე. მოდი ცოტა ჩვენ სხვანაირად ვთქვათ, ეს რუსული არმიის უმწეობა და სისუსტე გამოჩნდა იმაში და რუსეთს ეს დაანახა და ახლა თქვენ თუ დააკვირდებით, მთელი რუსული, ვთქვათ, პრესა, სამხედრო, ვთქვათ, საიტები,
ტელევიზია და ასე შემდეგ, აი სამხედრო რეფორმა, რომელიც რუსეთში დაიწყო და რუსეთ საქართველოს, იმიტომ რომ ფაქტობრივად რუსეთ საქართველოს ომმა გამოაჩინა ის სისუსტეები და ანახა რუსულ გენერალიტეტს, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებული გამოვიდა და ამან უდიდესი გავლენა. ახლა ასე იქ ობივატელი, რუსი ობივატელი ასე არ ვჯერობს, რომ იქ უმწევა პირიქით მისი პროპაგანდა იმ 5 დღის განმავლობაში და იმ 5 დღის მერედაც იმას უდებს თავში რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ხო? რუს არ აინტერესებს იქ უმწეობა, ამას ჩვენ ვამბობთ ჩვენი კუთხით, ტარიელ, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ აი ის რაც გამოჩნდა, ის სისუსტეები და ნაკლებობები, რუსებმა სასწრაფოდ დაიწყეს დიდი სამხედრო რეფორმა. თავისდათავად რუსეთმა აი ამ საქართველოსთან ომში ორი სტრატეგიული ამოცანა გადაჭრა. პირველი საგარეო ამოცანა გადაჭრა იმ მხრივ, რომ მან ფაქტობრივად უკვე დეიურად აღიარა ის ტერიტორიები დამოუკიდებლად, რომელიც ისედაც დამოუკიდებელი იყო დე-ფაქტოდ, ანუ სამაჩაფლო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, და ეს იყო მისი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა საგარეო ასპარეზზე, საგარეო პოლიტიკური ასპარეზსა და მეორე საშინაო ფრონტზე ხელისუფლებამ გაიმყარა პოზიციები, რომლებიც საკმაოდ შესუსტებული იყო ტანდემში, მედვედევ-პუტინის ტანდემისა, თორემ გამარჯვებულს და გამარჯვებული ხელმძღვანელები უკვე იმყარებენ თავიანთ პოზიციას. ჩვენ სხვადასხვა თქვა საბჭოთა კავშირი, რომელიც 1941 წელს ჩაერთო, დიდ სამამულო ომი დაიწყო და ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში. ის სადის საბჭოთა კავშირი, რომელსაც არავინ არაფრად არ აგდებდა 41 წლამდე და სადის საბჭოთა კავშირი, ოდესაც უკვე 45 წელს გამოვიდა, ხომ? უკვე იმპერიული საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირი გახდა მსოფლიო ორი ჰეგემონი გამოვიდა, მეორე ამერიკის შეერთებული ფინეთთან დამარცხდა ფაქტობრივად. ხო და იმას ვამბობ, სად ის საბჭოთა კავშირი 1950 წლამდე საბჭოთა კავშირი და სად 1945 წლის მერე საბჭოთა კავშირი. სპარტელები ამბობდნენ კორინთელებზე და ერთი სპარტელი ამბობდა კორინთელებზე, რომ იმდენი ებრძოლეს არ მოასვენეს სპარტელებმა ესე იგი პონეში ერთმანეთის ახლოს არის ეს ორი ქალაქი და სულ ესმოდნენ თავს ეს მოდელი ესე იგი შეუწუხეს გული ამ კორინთელებს და ისავლეს მერე ბოლო ასავლეს ომი ასავლეს ბრძოლა მერე ვეღარ უგებდნენ პრაქტიკულად კორინთელები არის ასეთ კაი გამოთქმა ზუსტად ვერ ხო და ამას სად ის რუსეთი რომელიც 2008 წელს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე უფრო ამაყად გამოვიდა და ბუჭიცკი დაუბრახუნა დასავლეთს და ამერიკას, თუმცა არც მანამდე არ აკლებდა ხალხს, მაგრამ ახლა უფრო გამყარებული და მეორე გაიმყარა აბსოლუტურად და დაიწყო ის რეფორმები, რაც მისი ჯარისათვის აუცილებელი იყო. ორი სამი ამოცანა გადაჭრა რუსეთმა და საკმაოდ წარმატებულად. შეიძლება ჩვენ ვთქვათ ეს და კარგით, ესე იგი, გასაგებია, რომ რუსეთმა საქართველოში რაღაც ამოცანები გადაჭრა, თუმცა კონდა უზარმაზარი ზარალი, კონდა უზარმაზარი მინუსები, უზარმაზარი უკან დახევა და საბოლოო ჯამში სწორია ბევრი ექსპერტი, რუსი ექსპერტი როცა ამბობს, რომ ძალიან რთულია გაიგო ის რიტორიკა თითქოს რუსეთმა საქართველოში რაღაც იპოვა და რაღაც დადებითი რაღაც მე ისე ვამბობ, აქ იყო ორი დადებითი მომენტი, დე იურეთ მოხდა იმის გაფორმება, რაც იყო დე ფაქტო რომელიც არსებობდა დე-ფაქტო ეს იყო გაყინული კონფლიქტი მოხდა დე-იურეთ და ამას სჭირდებოდა რუსეთს. ეს რა დიდი ეროვნული ინტერესი იყო იმის არა, ეგ რუსეთის ეროვნული ინტერესი აქ იყო რა. მოდი ცოტა ჩვენ სხვანაირად ვთქვათ აქ. როდესაც პუტინი მისი პრემიერ-მინისტრობის ბოლო წლებში და როდესაც ის მოვიდა უკვე პრეზიდენტად ძალიან აქტიურად დაიწყო საუბარი ეგრეთ წოდებული ევრაზიული კავშირის შექმნაზე. რა არის ევრაზიული კავშირი? ევრაზიული კავშირი არის მოდიფიცირებული საბჭოთა კავშირი. ანუ ევრაზიულ კავშირში უნდა შევიდეს ყველა ის სახელმწიფო, რომელიც მანამდე იყო საბჭოთა კავშირში. თუ არ ვიტყვით სამ ბალტიისპირეთის ქვეყანას, ნუ ამაზე პრეტენზია არ აქვს. მანდამაინც ამის მიმართ აქტიურობას არ ანუ რა დაიწყო რუსეთმა და ეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ეს არის ამოსავალი დებულება არის ჯერ კიდევ ივანე მეოთხე გროზნიდან. ანუ საბირანიეს ზემელ, ანუ ისევე მიწების შემოერთების პროცესი, ანუ ევრაზიული კავშირი ეს არის. ანუ ის მიწები, რომელიც ითვლებოდა რუსულ ვოჩინად, ანუ მამულად, ეს იყო ცენტრალური აზია, ეს იყო კავკასია, ეს იყო ბელორუსია, ეს იყო უკრაინა, ისევ უნდა დაუბრუნდეს იმ დედასამშობლოს მათი აზრით, რომელიც არის რუსეთი. ანუ არა, დამამთავრებია. ანუ ეს არის ევრაზიული კავშირი. ამ ევრაზიული კავშირში ეს არის მოდიფიცირებული საბჭოთა კავშირი და სწორედ ამის გამო და ერთ-ერთი მიზანი ამისა, რომ აი მოწყვეტა სამხრეთ ოსეთისა და იმისა, ეს იყო და მე ვფიქრობ, ხომ არ შეიძლება რომ შემდეგ ეს უკვე გახდეს
სავაჭრო თემა იმის სანაცვლოდ საქართველოს შევიდეს თუ არა მე ამის ხრივ ამბობ ესა ძალიან საშიში ტენდენცია იმიტომ რომ აი ჩვენ თქვენს გიყვართ ფეხბურთი და მეც მიყვარს ტარიელი ფეხბურთი ხო როგორ აქტიური საუბარი წავიდა რაზე ესენგეს ჩემპიონატის ჩატარებაზე ფეხბურთში. ფაქტობრივად ესენგეს ფეხბურთის ჩატარება ეს არ არის სათხა ჰაერიდან გამოწვეული ხო დღეს სპორტი და პოლიტიკა დაკავშირებული არის ერთმანეთთან გადამბული არის ერთმანეთთან. კი ესენგეს ამაზე ძალიან აქტიური საუბარი თელიწლის ჩვეულებრივად როგორც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იყო არის იდეა როგორც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ტარდებოდა თქვენს გახსოვს და მეც მახსოვს იმნაირი ტიპის ესენგეს არა არიელ ეს მე რატო ვამბობ Ariel, მოდი ცოტა ჩვენ სხვანაირად ვთქვა. როდესაც ეს იდეა ჟღერდება და დღეს სპორტი და პოლიტიკა ეს ერთმანეთს არის გადაჯაჭვული. ეს ჰარიდან არ მოდის. ეს არის პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დავალება იმ სტრუქტურა, როგორც ონიშენკო თავისი ნებით ვერასოდეს ვერ აგზავნავდა ბორჯომის შეტანას ან ქართული ღვინოს შეტანას. ეს იყო პოლიტიკური ნება. ესეც იგივე პოლიტიკური ნება. ჩვენ უნდა ვეძებოთ ეს დეტალები რა ხდება, ამას უნდა ვაკეთოთ. აი ზუსტად მაგ დეტალებზე მინდა ახლა გამომახულო ყურადღება. ესე იგი შენ თქვი იცახა რომ სავაჭრო საგანია, ну რა თქმა უნდა ტერიტორია შეიძლება გახდეს ხო რა თქმა უნდა შეიძლება არა ხო გახდება ალბათ სავაჭრო საგანია, როდესაც ტერიტორიაზე დგას შენი მეზობელი ქვეყნის ჯარი, შენს ტერიტორიაზე. შენი მტრის ჯარი დავარქოთ ყველაფერს თავისი სახე. ეს არის პოლიტიკური ბაზარი იქ. იქ რაღაცაც ჩვენ ვიყიდება, რაღაცას ჩვენ ხო. ეს ის ყოველთვის ჩვენზე ახდენს, მაგრამ საინტერესო რა არის, იცი მე ჩვენა რომ დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც მან რუსეთმა აღიარა დამოუკიდებლობა აფხაზეთისა და რუსეთის, ეს უკვე ვაჭრობის საგანი არ ხდება. იცი, ეხლა ჩვენ თქვით იმის არ იყოს, რომ როდესაც თუკი მას ვაჭრობა უნდა მან შეიძლება რუსეთმა ეს ვარაუდია, მე არაფერი არ წამიკითხავს, რა თქმა უნდა, ეს ოფიციალურ პოლიტიკაშიც არ გაჟღერებულა და არავის არ მაგრამ რო დააკვირდეს სინამდვილეში შეიძლება ასეც იყო, იმიტომ რომ ეს არ იყო მარტივი რამე ტერიტორიების აღიარება, შენი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების აღიარება, რომელსაც ცნობს გაერო და ამას უნდა დავამატოთ საერთაშორისო სამართალი და ერთი წუთი დავამთავრებ. არ იყო უბრალო ამბავი, ეს ნიშნავდა ფუნდამენტურ ცვლილებას. და ხო არ იყო ის, რომ რუსეთმა უკვე ვაჭრობისკენ კი არა იყო გეზი საქართველოსთან. არამედ აიღო პირდაპირ შეტევაზე, იმიტომ რომ თუკი საქართველოში ოდესმე მართლა განლაგდება ნატოს ჯარი, მას კონდეს აი რაც შეიძლება მეტი სიახლოვე ამ ბაზებთან დაუშვათ და მეტი თვითონ ჩვენს ტერიტორიაზე. გესმის, იმიტომ რომ ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, ყველა სამხედრო ექსპერტ მაინც ის, რომ ქედი კავკასიის ქედი არის უზარმაზარი ბარიერი საერთოდ ეს სივრცის გაკონტროლებისთვის. ბატონ ტარიელ გიპასუხებთ. აი რას ნიშნავს ეს? ჩვენ დავიწყოთ ბოლოდან, ახლა თქვენი ბოლო რემარკიდან ასე რომ ვთქვათ, ნატოს ჯარი თუ განლაგდება საქართველოში. მე ნაკლებად მგონია რომ ნატოს ჯარი საქართველოში განლაგდეს, განსაკუთრებით იმ პირობებში როდესაც ოსეთი და ეს არის მე ნაკლებად მგონია ესეც რომ არ იყოს მე მაინც არ მგონია რომ ნატოს ჯარი საქართველოს სულაც არ მეჩვენება ეს მართალი გითხრათ შეუძლებლად ეს უბრალოდ დროის საკითხია მაგრამ შეიძლება არც მოხდეს ვიკამათოთ ამაზე და შეიძლება მოხდეს ხო ეს ერთი არის მოდი ცოტა ახლა ჩვენ კიდევ აფხაზეთის საქართველოსთან მიმართებაში ზუსტად ნატოს ჩვენი და ნატოს ურთიერთობა აშფოთებს და არა ეკონომიკური გასაგები არის ესენი უფრო მოდი ჩვენ ცოტა სხვანაირად შევხედოთ ამას ოდესაც ჩვენ აგერ ვსაუბრობთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ერთი ფაქტორი როდის აღიარა რუსეთმა და როდის დაიწყო ღიად საუბარი რომ ის აღიარებდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას დაიწყო მის შემდეგ რაც მოხდა 2009, 2010, 2011 წლებში აი ამ პერიოდში მოხდა 1975 წლის ჰელსინკის თათბირის ფუნდამენტური იქ მიღებული დეკლარაციების ფუნდამენტური პრინციპების რღვევა. ანუ რა იყო ეს ფუნდამენტური? მახსოვს რომ 2008-ში აღიარა ის დასასრულისკენ უფრო რუსეთმა. ხო, არა, უბრალოდ 2007 წელში რაც მოხდა 2006-2007 წლებში. ანუ რა იყო ეს ფუნდამენტური დეკლარაციული პრინციპები 1975 წლის ჰელსინკის თათბირისა ევროპაში საზღვრების ურყევობის შესახებ. ანუ მის შემდეგ რაც 70-იანი წლების დასაწყისში გერმანია
საბჭოთა კავშირმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საფრანგეთმა და გერმანიამ გააფორმეს ერთმანეთში და პოლონეთმა გააფორმეს ერთმანეთში ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც გერმანია უარს ამბობდა კენიგსბერგზე, დღევანდელ კალინინგრადის ოლქზე და უარს ამბობდა გდანსკზე, პოლონეთის გდანსკის, ნახევარი პოლონეთი გერმანული მიწებია. სილეზიაზე და უარს ამბობდა გდანსკზე, ანუ გერმანულად შეცინზე. და ფაქტობრივად გერმანიამ თქვა რომ ესენი დარჩებენ და ჩვენ არ გვექნება პრეტენზია აი ამ ტერიტორიაზე, ამის შემდეგ მიღებული იქნა ეს ფუნდამენტური პრინციპები, ანუ საზღვრების სრულყოფების შესახებ ევროპაში და არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. როდესაც ამის ხვევა მოხდა 2007 წელს კოსოვოს მაგალითზე და როდესაც ჯერ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და შემდეგ ნატოს წევრ სახელმწიფოებმა და სხვა სახელმწიფოებმა აღიარეს კოსოვო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, უკვე რუსულ საგარეო პოლიტიკაში და ჩვენ უნდა დავიწყოთ ის რომ კოსოვო ეს არის უძველესი სერბული მიწა და ახლა რამდენიც არ უნდა იცახოს დასავლურმა პრესმა და დასავლურმა ისტორიოგრაფიამ და ვერც ამბობენ ამას რომ კოსოვო არ არის სერბეთის შემადგენელი ნაწილი, ამაზე ახლა არც არავისთან შევდივარ მე თქვათ იქ პოლემიკაში, ეს არის აღიარებული ფაქტი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს ჯერ კიდევ მე-9 საუკუნიდან მოდის ეს ამბავი. იქვე გაჩნდა რუსულ საგარეო პოლიტიკაში და იქვე გააქტიურდა რიტორიკა აგრესიული იმის მიხედვით, რომ თუ თქვენ ამას აღიარებთ ხომ, მაშინ ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ხო ეს ცნობილი ეს არის აბსოლუტური რომ ჩვენცა გვაქვს იქედანვე რა თქმა უნდა ეს ჩაფიქრებული იყო ამაზე რა თქმა უნდა და ჩვენ ახლა მე აი სულ მქონდა ხომ აი ჩვენი მთავრობა აი რა არგუმენტს დაუპირისპირდებოდა ზუსტად აი რაც ზეცაღანვე საუბრობთ ეს ბუნებრივია რომ ზეწოლის ფაქტორები რუსეთს აქვს და უნდა კონდეს და ეკნება კიდეც და ამაში უნდა შევეცდეთ არა ძალიან სერიოზული მომენტი იყო ფაქტობრივად ზუსტად ამ მიზნებთან ბრძოლა მე რომ გავიგე აი როდესაც წავიკითხე და როდესაც გამოცხადდა რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა და ეს იყო აბსოლუტურად 1975 წლის და არა მარტო ამის უამრავი საერთაშორისო დოკუმენტის აბსოლუტური იგნორირებით, რა თქმა უნდა მოხდა ეს. ხო, მაგრამ ეს აღიარა არა მარტო ამერიკის შეერთებული გასაგები აქ, მაგრამ ეს აღიარება მოხდა აქ რომ რეალობის გათვალისწინებით. არა, უკვე. მოდი, აი ჩვენ ამაში გვეშლება რაღაც სხვა აი რა რეალობის ერთადერთი არგუმენტი ის იყო რომ იქ მოხდა ეთნიკური წმენდა არანაირი ეთნიკური წმენდა დიდად მე პირდაპირ ვიტყვი კოსოვოში არ მოხდა ეს იყო საერთოდ ბალკანეთი ეს არის საჯილდაო ქვა აღმოსავლეთ და დასავლეთ შორის ეს არის ევროპის ჭიპი ეს ფაქტი არის და ჩერჩილის სიტყვებია ვინც ფლობს ბალკანეთს ის ფლობს ევროპას რამე თუ ბალკანეთის ფლობა ეს არის ევროპის გასაგები გამომდინარე არა გასაგებია გამომდინარე არა აქ უკვე არა ხა ჩვენ ეს წაგვიყვანს ბალკანეთის არა ეს ჩვენ წაგვიყვანს ახალ ბალკანეთის რამე კოსოვოში ახლა მე გეტყვი კოსოვო ეს იყო რა თქმა უნდა გადაწყდებოდა იმიტომ რომ კოსოვო ეს იყო სერბეთის შემადგენელი ნაწილი სერბეთი ტრადიციულად ისტორიულად ეს არის რუსეთის მოკავშირე და პირველი მსოფლიო ომი სწორედ დაიწყო სერბეთის საკითხთან დაკავშირებით. უზარმაზარი პირველი მსოფლიო ომი. გამომდინარე იქედან რომ სერბეთი ითვლება რუსეთის ბუნებრივ მოკავშირედ და სწორედ სერბეთის მეშვეობით რუსეთი და როგორც დღეს არის ხომ არაბულ სამყაროში მოხდა არაბული გაზაფხული და ყველგან და ყველა ამ ქვეყნიდან წავიდა ის ლიდერი ზოგი იყო ზოგი არა მაგრამ ამას რომელიც ლოიალურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ ჩვენ მუაბარ კადაფი ავიღოთ ხო ყველას რომ თავი დავანებოთ დღეს რატომ არის ის გაუთავებელი სამოქალაქო ომი სირიაში არის იმიტომ რომ ფაქტობრივად არაბულ სამყაროში გეოპოლიტიკურ სივრცეში რჩება ერთადერთი სახელმწიფო სირია რომელიც არის რუსეთის ბუნებრივი მოკავშირე და ასეც უნდა იყოს იმიტომ რომ სხვა მოკავშირეს სირიას ფაქტობრივად არ აყავს რუსეთს თავის სამხედრო საზღვაო ირანი ირანი ეს არის მტერი მე ვამბობ ამ წუთში არაბულ გაზაფხულის შემადგენელი ნაწილია სირია მე ასე ვფიქრობ რომ როდესაც თუ დასავლეთი დადებითად თავის სასარგებლოდ გადაწყვიტავს სირიის საკითხს და უკვე სირიიდან მას საფრთხე ექნება მოხსნილი და ფაქტობრივად სირია გახდება ისეთი როგორიც მათ უნდა ანუ გახდება მისი მოკავშირე ბოლოს გემრიელ უკმა თუ ასე დაიტოვებენ ირანს იმიტომ რომ ირანი ფაქტობრივად იმ გეოპოლიტიკურ არეალში სადაც ირანი იმყოფება დარჩება ფაქტობრივად მარტო და ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ის რომ ირანსა და რუსეთს საერთო საზღვარი არ აქვს და რუსეთში აღარ შეიძლება ისეთი დიდი თქვა დახმარების გაწევა ირანისთვის როგორც
ირანელები ფიქრობენ. საქართველოს ხო შეიძლება გამოყენებული იქნას, აი მაგალითად ზუსტად მაგაზე ჩვენ მალე დავამთავრებთ ეს მე მინდა შეგეკითხოთ ახლა იმიტომ მთელი გადაცემა ამას ვერ მიუძღვენით, იმიტომ რომ ჩვენ ახლანდელ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მაინდა-მაინც რაღაც დიდი ეს კონცეფციები არ დაუდია და ჩვენც არა ფაქტობრივად საერთაშორისო ურთიერთობებში გრძელდება რაღაცნაირად არის მინიშნებები, არის გარკვეული არის მაგალითად არის რიტორიკა არის რომ აი სავაჭრო საერთოდ ყოველგვარი კავშირის აღდგენას მოყვება შემდეგ უკვე მე არის ასეთი ხომ იმის დიპლომატია ტენისის დიპლომატია ასეთი როდესაც ამერიკასა და ჩინეთს შორის არავითარი ურთიერთობა არ არსებობდა და 1968 წელს ჩინეთის ტენისის მაგდის ჩოგბურთის გუნდის კაპიტანმა სოფლიო ჩემპიონატზე ამერიკული მაგდის ჩოგბურთის გუნდის კაპიტანი მოიწვია ჩინეთში სათამაშოდ. ეს ისე კი არ მოხდა ხომ კაპიტანს მოაფრინდა დილას. არამედ ეს იყო პოლიტიკური ნება ჩინეთისა, მაგრამ ხიდი გაიბა პოლიტიკური კავშირებისა სწორედ ამ საჩოგბურთო გუნდების ესე იგი ხო რიტორიკა აი მე ვამბობ რომ ქართული ღვინო უნდა გავიდეს მაშინ აი რიტორიკა რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან აი რუსეთსა და აი ხომ ჩამოდიან საქართველოში აი ერთი მომენტი როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა აი რუსეთის საგარეო დათვლა ნიშნავს იმას რომ ჩვენ ეს უნდა გაითვალოს რუსეთის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კმაყოფილება გამოთქვა ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე აგერ სომხეთში თქვა ისიც რომ ნუ არ იქნება ცუდი თუ აღდგება ის სარკინიზო ხაზი რომელიც სომხეთს საქართველოს მე აფხაზეთსაც გულისხმობ რა თქმა უნდა ამაში საქართველოს გავლით უკავშირდება მოსკოვს ხომ ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას რომ ის რკინიგზა რომელიც ფუნქციონირებას წყვეტავს და ის მარტო სომხეთსათვის არ იყო ეს რკინიგზა შეიძლება რომ ამ რკინიგზით ქართველებმაც ისაგებდნენ და რაღაც სახალხო დიპლომატია აღდგეს თქვათ აფხაზებსა და ქართველებს შორის და რა აქ უამრავი თავები შეიძლება იყოს დაბარხული ტარიელ ასე იმათ ხო ასე ერთად ჰაიჰარლოთ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეს მიმოთქვი სავაჭრო ეს ასე არ ხდება ეს არის მინიშნებები საერთოდ პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობები არ არის ღია ის აისბერგივითაა ორი მხარე ხილული და უხილავი ხო მაგრამ როგორც მედალია რევერსი და ავერსი ხო მაგრამ დათვლა ლოგიკა არის ჯერ ერთი კაცობრიობას არ შეუქმნა მოდი ჩვენ ცოტა სხვანაირად ერთი წუთი რა რაღაცას კაცობრიობას ჩვენს კულტურას საერთოდ არასოდეს არ შეუქმნია პოლიტიკისთვის და არა მარტო პოლიტიკისთვის იმაზე უფრო ეფექტური იარაღი როგორც არის აზროვნების წესების ფორმირება ეს არის ლოგიკა ამაზე ძლიერი ინსტიტუტი სოფლიოს ჩვენს კულტურაში არცად არ არსებობს ამიტომ რომ შეიძლება დათვლა ამის შეიძლება ისაც სხვანაირად ხილავია ქვემოთ ის ხახდეს ხილული ხო რა თქმა უნდა ეს ლოგიკა დაფარული ზედაპირზე ამოყვანა ისი თქვა მინდა რას მითხარი აი შეიძლება დათვლა საერთოდ რუსეთთან ურთიერთობის დათვლა თუ შესაძლებელია საერთაშორისო ურთიერთობებში ჩვენ ერთი რაღაცა უნდა საერთაშორისო ურთიერთობები არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი სფერო და სამეცნიეროდ ის სფერო მოღვაწეობისა რომელიც ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება ლოგიკას და ყველაზე ნაკლები არის იქ დათვლის ფაქტორი ძალიან მართლა არ ფიქრობ იმიტომ რომ ზუსტად დათვლა არ არის ასე იმიტომ რომ საერთაშორისო მეგეთქვი არა იქ სადაც არის ანარქიულობა და საერთოდ ეს არის აქსიომა საერთაშორისო ურთიერთობებისა ის რომ საერთაშორისო ურთიერთობებს აქვს ანარქიული ბუნება. ანუ რატომ აქვს ანარქიული ბუნება? ქაოტურია სამყარო და ქაოტურია, იმიტომ რომ არა თუ ქაოტურია. როგორც კენეთ უოლცმა თქვა ძალიან ძირმა ამერიკელმა ნეორეალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელმა. რა არის საერთაშორისო ურთიერთობებია? საერთაშორისო ურთიერთობებია ეს არის ბილიარდის თამაში, როგორც ბილიარდის ბურთებიო ერთმანეთს ეჯახება და შემდეგ მექანიკურად აიხსნებიან და საით გაიქცევიან ისინი კაცმა არის ისო, ნაკლებად ექვემდებარება და რატომ არის ანარქიული? ანარქიული არის იმიტომ, რომ არ არსებობს ერთი ცენტრალიზებული მსოფლიო მთავრობა. ყველა სახელმწიფოს ყავს ყავისი მთავრობა და ყველა სახელმწიფო ატარებს იმ ეროვნულ ინტერესს, რაც იმ კონკრეტულ მოცემულ დროში არის მისი ვერანვერ წარმოიდგენდა იმას, რომ შესაძლოა პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა და იაპონია იყო
ინგლისს, საფრანგეთს, რუსეთის მოკავშირე, რომ მეორე მსოფლიო და 20 წლის მერე ეს გახდებოდა მისი მტერი, მაგრამ მისმა ეროვნულმა ინტერესმა ეს მოიტანა. ეს უკვე დათვლას და ლოგიკას ტარიელ ნაკლებად მოდი ასე. იმიტომ რომ ისევ ვიმეორებ, საერთაშორისო ურთიერთობები არის ანარქიული ბუნების. რა თქმა უნდა, ყველა ფაქტს ჩვენ ლოგიკით ვერ გავხდით ნათელს, მაგრამ მაინც სხვა საშუალება, იმაზე ეფექტური საშუალება რო არის, როგორც არის აზროვნება და შენი ინტერესების დათვლა, ზუსტად გათვლა, გამოთვლა, ამაზე ეფექტური არ აქვს, ჩვენ არ გვაქვს. მოდით არიან ჩვენ შეიძლება გავთვალოთ და ვთქვათ რომ 1 წლის მერე მოდი ამას ქვია საერთაშორისო ურთიერთობებში არის ასეთი მცნება და არის ასეთი კატეგორია, ეს არის მოდელირება. ანუ მოდელირება რა შეიძლება მოხდეს 5-6 წლის მერე, 1 წლის მერე, მაგრამ ამასთან ერთად ის მოდელირება არ არის აბსოლუტურად სწორი, იმიტომ რომ საერთაშორისო ურთიერთობები როგორც პოლიტიკური ბატონმა ძალიან ცნობილმა ჰობსმა ბრძანა ლევიათანში, ხომ? სარარიო საერთაშორისო ურთიერთობები, ვინ ქმნისო საერთაშორისო ქმნის ადამიანები. ვინ არიანო ადამიანები? ადამიანები არიან, ესენი არიან ღვაწლიანებიო, შორიანებიო, გაუტანლებიო და რადგან ასეთი არიანო, და ესენი იქ რომიდიან პოლიტიკაშიო და მსახურობენო, ესო გადააქვთო მერე სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში. ასე რომ იქ ლოგიკას ამის ნაკლებად ექვემდებარება მაინც რა თქმა უნდა, ნაკლებად ჩვენ მთლიანად არ ექვემდებარება, მაგრამ ჩვენ საკმარისი ჩვენ დრო აღარ დაგვჭა სამწუხაროდ. და კიდევ ბევრი დაგვჭა სასაუბრო. სასაუბრო დაგვჭა, დრო აღარ დაგვჭა. მაგრამ მინდა დავამშვიდოთ ჩვენს რადიო მსმენელს, მართალია მსოფლიობედი ვერ გადავწყვიტეთ ამჯერად და ვერ დავადგით თავი ამ უზარმაზარ თემას, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ საქართველოს 20 წელია არ აქვს თავისი გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკა. კონცეფცია არ არის შემუშავებული, არ არის საგარეო. ამაში თემა საზოგადოება უნდა მიიღოს მონაწილეობა და ეს ფარხილული უნდა იყოს მუდამ არასდროს არ უნდა დავხუჭოთ ამაზე თვალი. იმიტომ რომ ეს ჩვენი ბედია, ჩვენს გარეთ ის ხდება, რაც ხდება, ის მოხდება ადრე თუ გვიან ჩვენში. ამიტომ მინდა იმედებით დაგემშვიდობოთ, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა, საინტერესოებისთვის, კარგაბრძანდება და თვალით. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე.